ვიცი რომ ახლა პირველად გაიგებ ამას, მათთვის ვინც არ იცის, ის იყო სპარსეთის უკანასკნელი მეფე. ის იყო ლიდერი, რომელმაც ირანში მოდერნიზაცია, სწრაფი განვითარება და უზარმაზარი სიმდიდრე მოიტანა. მაგრამ მთელი მისი ძალაუფლების მიუხედავად ადგა დღე, როცა მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა დაემხო იგი. მაგრამ რატო? როგორ და რატომ დამარცხდა მეფე, რომელსაც ფული, ძლიერი სამხედრო ძალა და მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე ძლიერი ქვეყნის მხარდაჭერა ჰქონდა? როგორ დასრულდა სპარსეთში 2000 წელზე მეტი ხნის მონარქია? ამ ვიდეოში დეტალურად განმეხილავთ მოჰამად რეზა ფეჰლევის ისტორიას. ის იყო ირანის უკანასკნელი შაჰი. და ჩვენ ასე ვისაუბრებთ იმ რევოლუციაზე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ქვეყნის ისტორია. მაგრამ სანამ დავითხრებ განხილვას, გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არვინ პოლო TV. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა, ასე რომ დავიწყოთ. 1970-იანი წლების ბოლოს, ბევრის თვალში ირანი მაინც მტკიცედ გამოიყურებოდა. ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, მას ხელში ეჭირა სამხედრო ძალა, აკონტროლებდა მთავრობას და მას მხარს უჭერდნენ ზოგიერთი ძლიერი დასავლური ქვეყანა. მაგრამ ამ ყველაფრის უკან, ბევრ ირანელს შორის ნელ-ნელა იზრდებოდა უკმაყოფილება. ერთ-ერთი მოვლენა, რომელმაც კიდევ უფრო გაამძაფრა ხალხის რისხვა, მოხდა 1978 წლის იანვარში. გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აკრიტიკებდნენ ერთ ცნობილ რელიგიურ ლიდერს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ხალხს დაეჯერებინა გამოქვეყნებული სტატიებისთვის, ისინი კიდევ უფრო განრისხდნენ მთავრობის მიმართ. ამის გამო დაიწყო პროტესტები. და ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ირანის რევოლუციისკენ. მაგრამ იმის გასაგებად თუ რატომ მოხდა ეს, ჯერ უნდა დაუბრუნდეთ ირანში მართველი ოჯახის წარმოშობას. ეს ისტორია მოჰამად რეზა ფეჰლავით არ დაწყებულა. ეს მისი მამით რეზა შაჰ ფეჰლავით დაიწყო. მოჰამად რეზა ფეჰლავი დაიბადა თეირანში 1919 წლის ოქტომბერში. ის გაიზარდა იმ პერიოდში, როდესაც ირანში არეულობას უფევდა. ქვეყანას ბევრი პრობლემა ჰქონდა, მთავრობა სუსტი იყო და ირანი ხშირად ზემოქმედების ქვეშ ექცეოდა მის გარშემო მყოფი ძლევამოსილი ქვეყნებისგან. მისი მამა რეზა ხანი მეფედ არ დაბადებულა. ის უბრალოდ ჯარისკაცი იყო, რომელიც ნელ-ნელა დაწინაურდა სამხედრო რიგებში. ის ჯერ კიდევ ახალდაზრდობაში შევიდა სამხედრო სამსახურში და მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ოფიცერი ქვეყანაში. როდესაც მისი გავლენა იზრდებოდა, მან უფრო მეტად დაინახა მოქმედი მთავრობის სისუსტე. იმ დროს ირანს ჯერ კიდევ ყაჯარების დინასტია მართავდა ოჯახი, რომელიც ქვეყანას უკვე 100 წელზე მეტია მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი თავისუფალი რჩებოდა, უცხოურ ძალებს მასზე დიდი გავლენა ჰქონდათ. ჩრდილოეთით იყო რუსეთი. სამხრეთით კი ბრიტანეთი იყო, რომელსაც რეგიონში დიდი ინტერესი ჰქონდა ვაჭრობისა და მოგვიანებით ნავთობის გამო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ირანში დიდი ნავთობის მარაგები აღმოაჩინეს. ამის გამო ქვეყანა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მსოფლიო პოლიტიკაში. პირველი მსოფლიო ომის დროს ირანი ცდილობდა ნეიტრალური დარჩენილიყო. თუმცა მისი მდებარეობის გამო ის სხვადასხვა არმიის გადაადგილების გზა და ოპერაციების ადგილი გახდა. ამა ქვეყანაში ძლიერი არეულობა გამოიწვია. ამასთან ერთად 1917-დან 1919 წლამდე ირანს მძიმე შიმშილიც დაატყდა თავს. ისტორიკოსების თქმით, მილიონობით ადამიანი დაიღუპა საკვების ნაკლებობის, დაავადებებისა და ომის შედეგების გამო. ამ ყველაფერს დაემატა ესპანური გრიპის გავრცელება, რამაც კიდევ უფრო გააუარესა მოსახლეობის ცხოვრება, ბევრმა ირანელმა დაკარგა ნდობა მოქმედი მთავრობის მიმართ. მათთვის ყაჯარის დინასტია ვეღარ იცავდა ქვეყანას კრიზისის დროს. ამიტომაც 1921 წლის თებერვალში რეზა ხანმა და მისმა რამდენიმე სამხედრო თანამოაზრემ სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს. გადატრიალების შემდეგ რეზა ხანი სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ირანში. თავდაპირველად ის გახდა ყველაზე ძლიერი. და ოსა ირან რეზა ხანი. ეს იყო მდგომარეობა, რომელიც ნამდვილად არსებობდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მან გამოიყენა სამხედრო ძალა აჯანყებების დასახშობად და მთავრობის კონტროლის გასაძლიერებლად მთელ ქვეყანაში. როდესაც მისი ძალაუფლება ძლიერდებოდა, ყოფილი მმართველი დინასტია კიდევ უფრო სუსტდებოდა. ბოლოს 1925 წლის დეკემბერში ყაჯარის დინასტია საბოლოოდ ჩამოაშორეს ხელისუფლებას. რეზა ხანი გამოცხადდა ირანის ახალ შაჰად და დაარსა ფეჰლევის დინასტია. აქედან დაიწყო ირანის ისტორიის ახალი ეტაპი. ეს იყო ეტაპი, რომელიც სავსე იყო მოდერნიზაციით, დიდი ცვლილებებით და გადაწყვეტილებებით, რომლებმაც საბოლოოდ გზა გაუხსნეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რევოლუციას ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე ისტორიაში. თუმცა 1935 წელს რეზა შაჰმა ერთი დიდი ცვლილება განახორციელა.
მან ბრძანა, რომ როდესაც სხვა ქვეყნებთან ოფიციალური საუბარი გაიმართებოდა, მათი ქვეყანა აღარ უნდა ეწოდებინათ პერსია, არამედ უნდა გამოეყენებინათ სახელი ირანი. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს თითქოს უბრალოდ სახელის შეცვლაა, მაგრამ რეზა შაჰისთვის ამას უფრო ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა. მას სურდა ეჩველებინა მსოფლიოსთვის, რომ ირანი მხოლოდ ისტორიის წიგნებში მოხსენიებული ძველი იმპერია კი არ იყო, არამედ უკვე თანამედროვე ქვეყანა იყო, თავისი სახელით, თავისი მიმართულებით და თავისი ძალით. ამ ცვლილებების ფონზე ნელ-ნელა გაიზარდა მაიმედ რუხამედ რეზა ფეჰლევი. ბავშვობიდანვე ნათელი იყო მისი როლი. ის იყო მემკვიდრე პრინცი. ეს ნიშნავს, რომ ის იქნებოდა შემდეგი მეფე. ამიტომ მისი ცხოვრება ჩვეულებრივი არ ყოფილა. ის არ გაზრდილა როგორც ჩვეულებრივი ბავშვი. მისი განათლება მკაცრად აკონტროლებდა მამამისი. მას სამხედრო ოფიცრები ასწავლიდნენ, რადგან რეზასთვის მისი შვილი მხოლოდ კითხვა და საუბარი არ უნდა სცოდნოდა. მას უნდა სცოდნოდა ასევე, როგორ დამორჩილებოდა ეხელმძღვანელად და ეფიქრა როგორ ჯარისკაცს. მაგრამ მამამისიც იცოდა, რომ სამხედრო წვრთნა საკმარისი არ იყო. თუ სურდა ირანის მოდერნიზაცია, მისმა შვილმა უნდა ენახა, როგორ მუშაობს ევროპა. ამიტომ როცა მოჰამად რეზა პატარა იყო, ის შვეიცარიაში გააგზავნეს სასწავლებლად. იქ ნახა მან სრულიად განსხვავებული სამყარო. სკოლა ბევრად უკეთესი იყო, ცხოვრება უფრო თანამედროვე, მის გარშემო უფრო დასავლურ კულტურას ჰგავდა. აქ ჩამოუყალიბდა შეხედულება, რომ ირანიც უნდა გამხდარიყო თანამედროვე. მაგრამ სანამ ის ევროპაში სწავლობდა, სოფლიო კიდევ უფრო იძაბებოდა. გაძლიერდა ნაცისტური გერმანია, დაფართოვდა იტალიის გავლენა, აზიაში გაძლიერდა იაპონია. და 1929 წლის სექტემბერში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ფავიდან ირანმა სცადა ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა. რეზას არ სურდა, რომ რომელიმე დიდ ძალას მხარი დაეჭირა, მაგრამ იყო ერთი მიზეზი, რის გამოც მსოფლიო ვერ უგულებელყოფდა ირანს. ეს მხოლოდ ნავთობი არ იყო. რადგან ირანის მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირისათვის აუცილებელი იყო დარწმუნებულიყვნენ, რომ ირანი გერმანიის გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა. მათ ირანის მარშრუტი ჭირდებოდათ, რათა საბჭოთა კავშირისთვის მარაგი მიეწოდებინათ, სანამ ის გერმანიას ებრძოდა. ამიტომ 1951 წლის აგვისტოში ბრიტანეთისა და საბჭოთა ძალებმა ირანს შეუტიეს. ქვეყნის თავდაცვა სწრაფად დაეცა და მოკავშირე ქვეყნების ზეწოლის წინაშე რეზა შაჰი იძულებული გახდა ტახტი დაეტოვებინა. მას შეცვალა მისი ვაჟი მოჰამად რეზა მოჰამედი. 1951 წლის სექტემბერში ის გახდა ირანის მეფე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ის იყო მეფე, ეს არ ნიშნავდა, რომ თავისუფლად შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ძლიერი საკუთარი ძალაუფლების ბაზა და თავად ირანი იმ ქვეყნების გავლენის ქვეშ იყო, რომლებმაც ომის დროს დაიკავეს. სხვასრფობით რო ვთქვათ, მას გვირგვინი ჰქონდა, მაგრამ ძალაუფლება ჯერ კიდევ სულად არ ეკავა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ირანი მნიშვნელოვანი გახდა მოკავშირეთა გეგმებისთვის, რადგან აქედან გადიოდა მნიშვნელოვანი მარაგები. აქვე გაიმართა თეირანის კონფერენცია 1953 წელს, სადაც შეხვდნენ მოკავშირეთა სამი დიდი ლიდერი: რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი. მაგრამ ირანელებისთვის მესიჯი ნათელი იყო. მათი საკუთარი ქვეყანა გახდა ადგილი, სადაც დიდი ძალები მსჯელობდნენ მსოფლიოს ბედზე. და მათი საკუთარი შაჰი თითქმის სცენის კიდეზე იყო. აქ ნელ-ნელა ყალიბდებოდა მოჰამედ რეზა ფეჰლავის აზროვნება, მან დაინახა როგორ ეპყრობოდნენ დიდ სახელმწიფოები ირანს. მან ასევე დაინახა რამდენად სუსტია მეფე, როცა მას არ აქვს ძლიერი კონტროლი საკუთარ სამხედრო ძალაზე, მთავრობაზე და ეკონომიკაზე. ამიტომ მომდევნო წლებში ახალგაზრდა, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ძალაუფლების სიმბოლო იყო, ეცდება, რომ ნამდვილი ძალაუფლება მოიპოვოს, მაგრამ საკუთარი მმართველობის გაძლიერების გზა სწორედ ის მიზეზი გახდება, რის გამოც ბევრი ირანელი ნელ-ნელა დაკარგავს მასზე ნდობას. ეხლა გავაგრძელთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ირანში ძალაუფლების ბალანსი შეიცვალა. მრავალი წლის განმავლობაში მოჰამედ რეზა ფეჰლავის შესაძლებლობები შეზღუდული იყო. ის მხოლოდ ქაღალდზე იყო მეფე, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კვლავაც უცხო ქვეყნების და ქვეყნის შიგნით ძლიერი პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ იყო. მაგრამ როდესაც ევროპაში ომი 1945 წელს დასრულდა, მოჰამედ რეზა ფეჰლავის მიეცა შესაძლებლობა გაემყარებინა საკუთარი პოზიცია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იმ დროს იყო საბჭოთა ძალების ყოფნა ირანის ჩრდილოეთ ნაწილებში. ისტორიკოსების თქმით, ომის დასრულების შემდეგაც კი საბჭოთა ჯარები ნელად ოვებდნენ ირანს. ამის გამო ირანსა და საბჭოთა კავშირის შორის დაძაბულობა გაიზარდა. დიდ საკითხად იქცა რეგიონი, რომელიც ახლოსაა აზერბაიჯანთან, სადაც არსებობდა ჯგუფები, რომლებსაც სურდათ მეტი თავისუფლება ირანის ცენტრალური მთავრობისგან. ამ კრიზისის ფონზე ნელ-ნელა გავლენას იბრუნებდა. მაშინ როცა სხვა პოლიტიკოსების ძალაუფლება სუსტდებოდა, მისი კონტროლი მთავრობაზე უფრო ძლიერდებოდა. 1940-იანი წლების ბოლოსთვის ის აღარ იყო მხოლოდ მონარქიის სიმბოლო. ნელ-ნელა ის ირანში ძალაუფლების ნამდვილ ცენტრად იქცა.
ამ პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად ცვლილებები მოხდა მის პირად ცხოვრებაშიც. როგორც მეფისთვის, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტახტის მემკვიდრის სყოლა. ამიტომ მისი ქორწინებების მიზეზი მხოლოდ სიყვარული არ ყოფილა. აქ დიდ როლს თამაშობდა პოლიტიკა და დინასტიის მომავალი. მისი პირველი ცოლი იყო პრინცესა ფოსია, ეგვიპტიდან, ეგვიპტის სამეფო ოჯახის წევრი. მაშინდელი ბევრი ადამიანისთვის ეს დიდი წარმატება იყო ფელლევის დინასტიისთვის, რადგან მათ კავშირი დაამყარეს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ სამეფო ოჯახთან. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ, მაგრამ მათი ურთიერთობა კარგად არ აეწყო, საბოლოოდ ისინი დაშორდნენ და ოფიციალურად განქორწინდნენ. ამის შემდეგ მან კიდევ ერთხელ იქორწინა. თუმცა მეორე ქორწინებაც დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან მათ შვილი არ ჰყავდათ. ბოლოს მან იქორწინა ფარაჰ-ფარადიბაზე 1950-იანი წლების ბოლოს. ამჯერად მათ 4 შვილი ჰყავდათ, მათ შორის 2 ვაჟი, რომლებიც დინასტიის მემკვიდრეებად ითვლებიან. სანამ ის თავის პირად ცხოვრებას აწყობდა, მთელ ქვეყანაში უფრო დიდი პრობლემა ჩნდებოდა. და ეს პრობლემა იყო ნავთობი. თუ არის რამე, რამაც ირანის ისტორია შეცვალა 20 საუკუნის დასაწყისში, ეს იყო ქვეყნის უზარმაზარი ნავთობის მარაგის კონტროლი. ბევრი ირანელი თვლის, რომ უცხოური კომპანიები ძალიან დიდ სარგებელს იღებენ, მაშინ როცა თავად ირანს საკმარისი არაფერი რჩება. ამიტომ გაძლიერდა მოწოდება, რომ ქვეყანას მეტი კონტროლი უნდა ჰქონდეს საკუთარ ბუნებრივ რესურსებზე. 1951 წელს დიდი ცვლილება მოხდა. მუჰამედ მოსადეღი, პოპულარული პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი გახდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სურვილი, რომ ირანის ნავთობის ინდუსტრია ირანის კონტროლის ქვეშ მოექცეს. ბევრი ირანელისთვის ეს თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო იყო, მაგრამ ბრიტანეთისთვის ეს მათი ინტერესებისთვის დიდი საფრთხე იყო. სწრაფად გამწვავდა კონფლიქტი, ეს აღარ იყო მხოლოდ ბიზნესის საკითხი, ეს უკვე გახდა ნაწილი გამწვავებული ცივი ომისა დასავლეთსა და საბჭოთა კავშირის შორის. იმ დროს დასავლეთის ბევრ ლიდერს აშინებდა, რომ ირანი შეიძლება კომუნიზმის გავლენის ქვეშ მოექცეს, თუ მისი მთავრობა სუსტი იქნება. 1953 წელს კრიზისი აფეთქდა, ამომაც საბოლოოდ შეცვალა ქვეყნის მიმართულება. წლების შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოების ჩანაწერების მიხედვით, გარედან იყო მხარდაჭერა ოპერაციისთვის, რომელმაც მოსადეღი ხელისუფლებიდან გადააყენა. არეულობის დროს ის დროებით ირანს დატოვა. ბევრს ეგონა, რომ მისი მმართველობა დასრულდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 1953 წლის მოვლენების შემდეგ ის ირანში დაბრუნდა. დაბრუნებისას მისი ძალაუფლება უფრო ძლიერი იყო ვიდრე ადრე. მას უკვე უფრო მეტად ჰქონდა კონტროლი სამხედროებზე, უფრო მეტად აკონტროლებდა მთავრობას და უფრო მეტად იყო მზად, რომ თავისი გეგმა გაეტანა ირანის შეცვლისთვის. მაგრამ იმ დროს, როცა ის ძლიერდებოდა, თანდათან კალიბდებოდა ძალები, რომლებიც სერბღეს მის ლიდერობას გამოწვევას უქმნიდნენ. 1950-იანი წლების შუა პერიოდში თითქოს ის თავის ყველაზე ძლიერ მდგომარეობაში იყო. მუჰამედ რეზა ფეჰლევი უკვე იმ პოზიციაში იყო, რომ თავისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დაამარცხა. მას მხარს უჭერდა სამხედროები და ირანის მნიშვნელობის გამო ცივი ომის პერიოდში მას დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მხარდაჭერაც ჰქონდა. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, რომელიც არასოდეს გამქრალა, როგორ უნდა მართო ასეთი დიდი, რთული და სხვადასხვა ხალხით სავსე ქვეყანა. ირანი მხოლოდ ერთი კულტურისგან არ შედგება. არსებობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, სხვადასხვა ენები, სხვადასხვა რწმენები და ადგილობრივი ტრადიციები. ზოგ რეგიონში ზოგჯერ ადგილობრივი ლიდერების გავლენა უფრო ძლიერია ვიდრე ცენტრალური მთავრობის. მისთვის ეს ქვეყნის ერთიანობისთვის საფრთხეა. ამიტომ როცა მისი ძალაუფლება იზრდებოდა, უფრო მეტად ამკაცრებდა კონტროლს საზოგადოებაზე. ნელ-ნელა მთავრობა უფრო მკაცრი გახდა, გაჩნდა მეტი მეთვალყურეობა, კრიტიკოსებისთვის მეტი შეზღუდვა დაწესდა, უფრო მეტ ადამიანს აკვირდებოდა სახელმწიფო. 1950-იანი წლების ბოლოს დაარსდა საბაჰი, ირანის მთავარი სადაზვერვო და უსაფრთხოების ორგანიზაცია. მისი ოფიციალური მიზანი იყო ქვეყნის დაცვა ირანის შიგნით და გარეთ არსებული საფრთხეებისგან. თუმცა დროთა განმავლობაში ის მრავალი მოქალაქისთვის შიშის სიმბოლოდაც იქცა. სხვადასხვა ისტორიული ჩანაწერებისა და კვლევების მიხედვით, მთავრობის მრავალი კრიტიკოსი დააკავეს, გამოიძიეს და ზოგ შემთხვევაში მათზე მკაცრი მოპყრობა განხორციელდა პატიმრობაში ყოფნისას. ამის გამო საზოგადოებაში გაიზარდა შიში სახელმწიფოს ძალაუფლების მიმართ. თუმცა ამ გამკაცრებასთან ერთად არის კიდევ ერთი ნაწილი ამბისა, რომელიც ხშირად გამორჩენილია. მას შემდეგ, რაც ის აძლიერებდა თავის კონტროლს, ის ასევე ცდილობდა ირანის შეცვლას, ისეთი გზით, როგორიც მანამდე არ ყოფილა.
1963 წელს მან წამოიწყო პროგრამა, რომელსაც თეთრი რევოლუცია ეწოდებოდა. მიუხედავად მისი სახელისა, ეს არ იყო შეიარაღებული რევოლუცია. ეს იყო ფართომასშტაბიანი გეგმა ირანის ეკონომიკის, განათლებისა და საზოგადოების შესაცვლელად. მისი მიზანი მარტივი იყო ქვეყნის მოდერნიზაცია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო მიწის რეფორმა. იმ დროს ბევრი ვრცელი მიწა მდიდარი ოჯახებისა და გავლენიანი ჯგუფების კონტროლქვეშ იყო. ახალი პროგრამის ფარგლებში ამ მიწების დიდი ნაწილი გადაეცა უფრო მეტ გლეხს. ამას საერთოდ მთავრობამ ნავთობიდან მიღებული დიდი შემოსავალი ახალი პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენა. აშენდა მეტი სკოლა, გაკეთდა მეტი გზა. უფრო მეტმა საზოგადოებამ მიიღო ძირითადი სერვისები. განათლების გაფართოებისთვისაც დიდი რესურსი გამოიყო. წლების განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი გახდა წერა-კითხვის მცოდნე. უფრო მეტმა ახალგაზრდამ შეძლო სკოლაში სწავლა. ქვეყანაში უფრო მეტი პროფესიონალიც გამოჩნდა. ეს ყველაფერი არ არის. ასევე გაფართოვდა ჯანდაცვაზე წვდომა. ამოქმედა პროგრამები, რომლებმაც სამედიცინო სერვისები მიიტანეს იმ ადგილებში, სადაც ადრე ექიმები და ექთნები იშვიათად მიდიოდნენ. ქალთა უფლებებშიც მოხდა ცვლილებები. 1960-იან წლებში ქალებს ეროვნულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიეცათ. ბევრი ირანელისთვის ეს იყო დიდი ნაბიჯი მოდერნიზაციისკენ. თუმცა ყველა ამით კმაყოფილი არ ყოფილა. აქ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ღრმა დაპირისპირების ჩამოყალიბება ირანის თანამედროვე ისტორიაში. ზოგიერთი თვლიდა თეთრ რევოლუციას ქვეყნის პროგრესისკენ მიმავალ გზად. სხვები კი მას განიხილავდნენ როგორც ტრადიციებისა და რელიგიური იდენტობისგან დაშორებას. კონსერვატორი რელიგიური ლიდერებისთვის ეს ცვლილებები ძალიან სწრაფად ხორციელდებოდა. მათ გრძნობდნენ, რომ რელიგიის გავლენა საზოგადოებაზე ნელ-ნელა იკარგებოდა. და როდესაც ეს დაძაბულობა ღრმავდებოდა, ირანში ერთი რელიგიური ლიდერი იწყებდა ცნობადობას. ადამიანი, რომელიც გახდებოდა ყველაზე დიდი გამოწვევა ის ძალაუფლებისთვის. მის სახელი იყო აიათოლა რუჰოლა ხომეინი. და მომდევნო წლებში ამ ორი შეხედულების, მოდერნიზაციისა და კონსერვატიული რელიგიის დაპირისპირება სამუდამოდ შეცვლიდა ირანის ბედს. 1960-იან და 1970-იან წლებში, როცა ირანის ეკონომიკა ძლიერდებოდა, ერთი პრობლემა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ეს არ ეხებოდა ფულს, არც ნავთობს, ეს ეხებოდა ქვეყნის მიმართულებას. ბევრი ირანელი იყო კმაყოფილი თეთრი რევოლუციის მიერ მოტანილი ცვლილებებით. მეტი სკოლა, მეტი სამუშაო, უკეთესი ინფრასტრუქტურა. უფრო მეტი ადამიანი მოხვდა საზოგადოების საშუალო ფენაში, მაგრამ ყველა არ ეთანხმებოდა ამ ცვლილებებს. იყო ჯგუფები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ირანი ძალიან სწრაფად შორდებოდა ტრადიციებს, რომლებიც დიდი ხანია მათი საზოგადოების ნაწილია. და ამ წინააღმდეგობის ფონზე ერთი რელიგიური ლიდერი განსაკუთრებით გამოირჩეოდა, აიათოლა რუჰოლა ხომეინი. როცა თეთრი რევოლუცია 1963 წელს დაიწყო, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკოსი ამ პროგრამისა. მან სხვადასხვა ადგილას სიტყვით გამოსვლები გამართა, ის არაერთხელ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ მთავრობის მიმართულებას, მისთვის ეს მხოლოდ პოლიტიკის საკითხი არ იყო, ეს იყო ასევე რელიგიისა და ირანის იდენტობის საკითხი. დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო მეტი ადამიანი უსმენდა მას. ცნობილი რელიგიური ლიდერიდან ის ეროვნულ ფიგურად იქცა. დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა 1973 წელს, როდესაც მან გამოთქვა მკაცრი სიტყვით გამოსვლა, სადაც პირდაპირ გააკრიტიკა ის. მთავრობისთვის ეს უკვე უბრალო ოპოზიციას სდებოდა. მათ ეს აღიქვეს როგორც სერიოზული გამოწვევა სახელმწიფოს ავტორიტეტის მიმართ. რამდენიმე დღეში გამოსვლის შემდეგ ხომეინი დააკავეს, ამან ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მასშტაბური პროტესტები გამოიწვია. დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. არეუნობის დროს ბევრი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით გაათავისუფლეს. მისი კრიტიკა არ შეწყვეტილა. ის განაგრძობდა საუბარს მის წინააღმდეგ და მთავრობის პოლიციაზე. ამის გამო ის კვლავ დააკავეს და მოგვიანებით ირანიდან გააძევეს. თავდაპირველად იგი თურქეთში წაიყვანეს, შემდეგ კი ერაყში გადავიდა. იქიდან მრავალი წლის განმავლობაში განაგრძობდა კამპანიას შაჰის მთავრობის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ირანში არ იყო, მისი გზავნილები მაინც ვრცელდებოდა და როცა მისი გავლენა იზრდებოდა, ქვეყანაში კიდევ ერთი რამ ხდებოდა. ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდებოდა, მრავალ ასპექტში ეს იყო ირანის თანამედროვე ისტორიის განვითარების ყველაზე სწრაფი პერიოდი. ნავთობის შემოსავალმა დიდი დახმარება გაუწია. განსაკუთრებით 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის შემდეგ, როდესაც ნავთობის ფასი გლობალურ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი რამ გავიგოთ, ყველა ნავთობის მქონე ქვეყანა ავტომატურად არ მდიდრდება.
ბევრ ქვეყანას აქვს ბუნებრივი რესურსები, მაგრამ ისინი სწორად ვერ იყენებენ. იმ პერიოდში ირანის შემთხვევაში ნავთობიდან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი სხვადასხვა ინდუსტრიის გაფართოებისთვის გამოიყენეს. ისინი მხოლოდ ნავთობის სექტორზე არ იყვნენ დამოკიდებული. ასევე გაიზარდა პროდუქციის წარმოება, სამრეწველო საქონელი, პეტროქიმიკატები, ცემენტი, ტექსტილი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ამის შედეგად სამუშაო ადგილები გაიზარდა, ქალაქები გაიზარდა, უფრო მეტმა ადამიანმა შეძლო სახლის, მანქანისა და თანამედროვე ტექნიკის შეძენა. მთავარ ქალაქებში დაიწყო ახალი ცხოვრების სტილის გამოჩენა. უფრო მეტმა ახალგაზრდამ შეძლო სწავლა, უფრო მეტ ადამიანს შეეძლო დასალური ფილმების ყურება. უფრო მეტი ადამიანი მოიხიბლა თანამედროვე კულტურით. მაგრამ მაშინ, როცა ზოგიერთი პროგრესს ხედავდა, სხვები გრძნობდნენ, რომ ქვეყნის ძველი იდენტობა იკარგებოდა. და აქ საზოგადოებაში გაყოფა კიდევ უფრო გააღრმავდა. თითქოს ორი ირანი ნელ-ნელა ყალიბდებოდა. ერთი მხარე სურდა მოდერნიზაციის გაგრძელება, მეორე მხარეს კი სურდა ტრადიციული და რელიგიური ცხოვრების წესის დაცვა. ამასობაში ეკონომიკის გაძლიერებასთან ერთად საკუთარ მმართველობაში მისი თავდაჯერებაც იზრდებოდა. ის უფრო მეტად ხედავდა საკუთარ თავს როგორც ახალი ირანის მთავარ სიმბოლოს. შემდეგ წლებში მან კიდევ უფრო მეტი და უფრო გრანდიოზული ტიტული მიიღო. მან ასევე გამართა დიდი ცერემონიები, რათა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა ირანის ძალა და ისტორია. ამას შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია 1971 წლის დიდი დღესასწაული, რომელიც სპარსეთის იმპერიის უძველესი მემკვიდრეობის აღსანიშნავად გაიმართა. ამ ღონისძიებას უამრავი ლიდერი და სტუმარი ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან. მისი მხარდამჭერებისთვის ეს ირანის ძალისა და პრესტიჟის სიმბოლო იყო, მაგრამ მისთვის Pero para sa kanyang mga kritiko, ხოლო როდესაც ის დაკავებული იყო ირანის ახალი იმიჯის სოფლიოსთვის ჩვენებით, ქვეყანაში ჩუმად სხვა ბრძოლა იწყებოდა. ეს ბრძოლა ფულით ვერ მოგვარდება, ვერც ახალი შენობებით და ვერც ნავთობით. 1970-იან წლებში თითქოს ძალაუფლების პიკზე იყო, ირანს ნავთობიდან დიდი შემოსავალი ჰქონდა. ძლიერი იყო სამხედრო ძალაც. ის ახლოს იყო შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან და საფრანგეთთან. ბევრი ქვეყნის თვალში ირანი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლეთის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ფავად ირანში სხვა რამ ხდებოდა. მაშინ როცა მთავრობა მდიდრდებოდა, ბევრი ჩვეულებრივი ადამიანი გრძნობდა, რომ ქვეყნის წინსვლა არ იყო სამართლიანი. ზოგი ზედმეტად სარგებლობდა, მაგრამ ბევრი რჩებოდა უკანა პლანს. 1973 წელს ირანის შემოსავალი კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ნავთობის ფასები მთელ მსოფლიოში გაიზარდა. ამის გამო შახის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა, მან უფრო მეტი პროექტი დააფინანსა, ასევე მან უფრო მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა შეიძინა. მას სურდა ირანი რეგიონულ ძალად ექცია. ეს ნიშნავს, რომ მას სურდა ირანი ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა მის გარშემო. მაგრამ როგორც იზრდებოდა ფული, ასევე იზრდებოდა პრობლემებიც. არსებობს ანგარიშები და კვლევები, რომლებიც ამბობენ, რომ კორუფცია გამწვავდა სამეფო ოჯახის, დაახლოებული მაღალჩინოსნების და სასახლის მდიდარი მოკავშირეების გარშემო. ჩვეულებრივი ადამიანისთვის თითქოს ყველაფერი ნათელია, ქვეყანა მდიდრდება, მაგრამ ყველა თანაბრად ვერ სარგებლობს ამით. ამასთან ერთად გაიზარდა საქონლის ფასებიც. ეკონომიკაში მეტი ფული შემოვიდა, მაგრამ კონტროლი სათანადო არ იყო. ამიტომაც ბევრი ადამიანი მაინც უჭირს ყოველდღიური ხარჯების გაწევა. დაახლოებით ასე იყო. დიდი თანხა შემოვიდა სახლში, მაგრამ თუ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მართავს მას და სწორად არ იყენებენ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ცხოვრება მაშინვე გაუმჯობესდება. ასე გრძნობდნენ თავს ბევრი ირანელი მაშინ. ქვეყანა მდიდარია, მაგრამ ბევრი მაინც გაბრაზებულია. და როცა საზოგადოებაში უკმაყოფილება იზრდებოდა, მან კიდევ უფრო მეტად შეზღუდა პოლიტიკური სივრცე. 1975 წელს მან ირანში მხოლოდ ერთი ლეგალური პარტიის არსებობა დაუშვა. ეს იყო რასტაკისის პარტია. მოკლედ რა ვთქვათ, თუ გსურდა ოფიციალურ პოლიტიკაში მონაწილეობა, უნდა შესულიყავი ამ პარტიაში. მისთვის ეს იყო გზა ქვეყნის გასაერთიანებლად. მაგრამ ბევრი კრიტიკოსისთვის ეს აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ მას აღარ სურდა პოლიტიკაში ნამდვილი მოწინააღმდეგეების არსებობა. სწორედ ამან კიდევ უფრო გააერთიანა სხვადასხვა ჯგუფები მის წინააღმდეგ, მათი შეხედულებები ერთნაირი არ იყო, იყვნენ რელიგიური კონსერვატორები. იყვნენ სტუდენტები, იყვნენ მემარცხენეები, იყვნენ ლიბერალები, იყვნენ ჩვეულებრივი მუშები, მაგრამ მათი უმეტესობის საჩივარი ერთი იყო. ძალიან დიდი კონტროლი ჰქონდა მას, ძალიან დიდი შიში იყო და სასახლე ძალიან დაშორებული იყო ხალხის რეალურ ცხოვრებას. ქვეყნის გარეთ კი აიათოლა ხომეინის სახელი სულ უფრო ძლიერდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის გადასახლებაში იყო, ის გზავნილები მაინც აღწევდა ირანში. ქადაგებებსა და ჩანაწერებს ერთმანეთს გადასცემდნენ. ყავდა მხარდამჭერები, რომლებიც ფარულად ავრცელებდნენ მის სიტყვებს. ნელ-ნელა ის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. 1978 წლის იანვარში გაზეთ ეთელაში გამოქვეყნებულმა სტატიამ კიდე უფრო დიდი ალი გააჩინა. ამ სტატიაში აკრიტიკებდნენ ხომეინის და მის მხარდამჭერებს. ფავრობისთვის ეს ალბათ მისი გავლენის შესასუსუსტებლად გაკეთებული ნაბიჯი იყო. მაგრამ მოხდა პირიქით. ამან კიდე უფრო გააბრაზა ბევრი ადამიანი, დაიწყო პროტესტები, შეტაკებების დროს იყვნენ დაღუპულებიც და შიიტური ისლამის ტრადიციით გარდაცვლილთა ხსოვნა 40 წლის შემდეგ მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს ციკლი განმეორდა ისევ და ისევ. იყო პროტესტები, იყვნენ დაჭრილები და დაღუპულები, 40 დღის შემდეგ იყო ახალი პროტესტი. და ისევ, გაბრაზება იზრდებოდა. 1978 წლის აგვისტოში, რევოლუციის პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე ბნელი შემთხვევა მოხდა. აბადანის ქალაქში რექსის კინოთეატრი დაიწვა. ასობით ადამიანი დაიღუპა, დღემდე დეტალები თუ ვინ იყო დამნაშავე, კვლავ საკამათოა, მაგრამ იმ დროს ბევრი ფიქრობდა, რომ რეჟიმი იყო ჩართული. ამან კიდევ უფრო გააძლიერა მთავრობისადმი მრისხანება. როდესაც პროტესტი ფართოვდებოდა, შაჰმა სადა გარკვეული ცვლილებების შეტანა. მან დაშალა რასტაკის პარტია. სადა ეჩვენებინა, რომ მზად იყო პოლიტიკურ ლიბერალიზაციაზე წასულიყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ხალხის მრისხანება ძალიან დიდი იყო. უკვე ძალიან ბევრი აღარ ენდობოდა მას და მოძრაობა მის წინააღმდეგ ძალიან ფართო გახდა. 1978 წლის ბოლოს მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ეს აღარ იყო მხოლოდ ერთი ჯგუფის პროტესტი. ეს გადაიქცა საზოგადოების სხვადასხვა ფენის მასშტაბურ აჯანყებად. იყვნენ რელიგიური ლიდერები, სტუდენტები, მუშები, ბიზნესმენები და ჩვეულებრივი ოჯახებიც. ყველა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ბევრს ერთი და იგივე სურდა. საჭიროა დასრულდეს შიას მმართველობა. ამ ყველაფრის ფონზე შიას გონება კიდევ უფრო იბნევა. არსებობს ცნობები, რომ მან ეჭვი შეიტანა ზეზოგ უცხოელ დიპლომატშიც კი, თითქოს ისინი პროტესტებს ეხმარებიან. მას აღარ ესმის ვინ არის ნამდვილი მოკავშირე და ვინ მტერი. და როდესაც რამდენიმე სამხედრო ლიდერმა ოპოზიციასთან საუბარი დაიწყო, აშკარა გახდა, რომ მისი ძალაუფლების საფუძველი სუსტდება. 1979 წლის იანვარში შია ირანიდან წავიდა. ოფიციალური განმარტება იყო, რომ მას დასვენება და მკურნალობა სჭირდებოდა. მაგრამ ბევრისთვის ნათელი იყო, რაც მოხდა, ის წავიდა, რადგან მისი რეჟიმი ინგრეოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ აიათოლა ხომეინი ირანში დაბრუნდა მრავალი წლის ემიგრაციის შემდეგ, მას უზარმაზარი ხალხი შეეგება და იქიდან ქვეყნის მიმართულება საბოლოოდ შეიცვალა. ირანი, რომელიც შიიტებს ოდესღაც წარმოედგინათ როგორც თანამედროვე, ძლიერი და დასავლეთთან დაახლოებული ქვეყანა, ახალ ეტაპზე შევიდა. ეს აღარ იყო მონარქია, ის ნელ-ნელა გადაიქცა ისლამურ რესპუბლიკად. და აქ ჩანს შიიტების დაცემის ყველაზე დიდი გაკვეთილი. ქვეყნის გამდიდრება საკმარისი არ არის. საკმარისი არ არის ძლიერი სამხედრო ძალა, საკმარისი არ არის დიდი ქვეყნების მხარდაჭერა, თუ შენი საკუთარი ხალხი დაკარგავს ნდობას, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდი სასახლე გაქვს, ხალხის რისხვას მაინც შეუძლია მისი შეძვრა. როცა შაჰი მოჰამად რეზა ფეჰლევი ირანიდან წავიდა 1979 წლის იანვარში, მან მხოლოდ ძალაუფლება არ დაკარგა, მას ასევე მძიმე ავადმყოფობა ჰქონდა. მოხსენებების მიხედვით, მას უკვე რამდენიმე წელია ლეიკემია, სისხლის კიბოს ერთ-ერთი ფორმა, აქვს და მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდება. იმის ნაცვლად, რომ მაშინვე მკურნალობა დაეცვა ერთ ადგილას, ის ჯერ სხვადასხვა ქვეყანაში გადადიოდა. მათ შორის იყო ეგვიპტე, მაროკო, მექსიკა და პანამა. შემდეგ მას ნება დართეს შეერთებულ შტატებში შესულიყო მკურნალობისთვის. მაგრამ როცა საფუძვლიანად გამოიკულიეს, გაირკვა, რომ მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო. 1980 წლის ივლისში ის გარდაიცვალა კაიროში, ეგვიპტეში, 60 წლის ასაკში, იქვე დაკრძალეს, რადგან ირანში დაბრუნება ვეღარ შეძლო. ამასობაში ქვეყნის მიმართულება საბოლოოდ შეიცვალა. ირანის რევოლუციის შემდეგ ირანს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა დაინგრა. ეს კიდევ უფრო გაუარესდა 1979 წელს თეირანში, ამერიკის საელჩოში მძევლების კრიზისის შემდეგ. მას შემდეგ ეს ორი ქვეყანა მრავალი ათწლეულის განმავლობაში მტრები გახდნენ. ამას მოჰყვა სისხლიანი ირან-ერაყის ომი 1980-დან 1988 წლამდე. აიათოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ 1989 წელს აიათოლა ალი ხამენეი გახდა ირანის ახალი უმაღლესი ლიდერი. დღემდე ირანი კვლავ აწყდება პროტესტებს, სანქციებს და სხვა ქვეყნებთან დაძაბულობას. ამიტომ დღემდე ხალხის აზრი მასზე გაყოფილია. ზოგისთვის ის იყო ლიდერი, რომელმაც სწრაფი განვითარება, მოდერნიზაცია, მეტი სკოლა და უფრო ძლიერი ეკონომიკა მოიტანა. სხვაებისთვის კი ის კორუფციის, თავისუფლების შეზღუდვისა და ზედმეტად ცენტრალიზებული ძალაუფლების სიმბოლოა. და ალბათ ორივეს თავისი არგუმენტი აქვს.
რადგან მოჰამად რეზა პაჰლავის ისტორია არ არის უბრალოდ კარგი და ცუდის დაპირისპირების ამბავი, ეს არის ისტორია ლიდერზე, რომელსაც თავისი ქვეყნის მოდერნიზაცია სურდია. მაგრამ ამ პროცესში ნელ-ნელა დაკარგა საკუთარი თარი ხალხის დიდი ნაწილის ნდობა. და ეს გახდა დასაწყისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილებისა თანამედროვე ირანის ისტორიაში.